დღეს ევროპაში ჩვენ ვხედავთ, რომ არის სრული ბუნდოვანება, რომ არ ვთქვათ, ქაოსი და ძალიან დასუსტებულია ყველა ის დიდი სახელმწიფო, ასე გამოიყურება ყოველ შემთხვევაში, ყველა ის დიდი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის როგორც ამ კონტინენტზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზმის დასაყრდენს უნდა წარმოადგენდეს. პირველ რიგში საუბარია საფრანგეთზე, რაც ქვია გერმანიაზეც, რომელთა გარეშეც, რომელთა ძლიერების გარეშეც ძლიერი ევროკავშირი წარმოუდგენელია და არსებობს განცდა იმისა, თითქოს რომ მავანმა თავისი მრავალ შორის ერთ-ერთ მიზანს მეტნაკლებად მიაღწია. ამ მიზანში გულისხმობა ევროპის დასუსტება. შესაბამისად, ჩვენ ევროპიდან ალბათ გარკვეულ უცაბედ და სწრაფ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ, მათ თავიანთი ყავის გარშემო რო ვისხდეთ, ვიტყოდით თავიანთი თავი გასჭირვებიათ, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე უნდა ითქვას ალბათ, რომ მათ თავიანთი საკუთარი გამოწვევები აქვს.